Lots of ballas Mindaro όλες τις πισόβλεις უჩაული ადგილიდან დავროცო ბევრი და უსურო ქრისტიანული სულიერი სიმშვიდე სოფხედელობა სოფშეგზნება უსურო ის რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდეს ჩვენში სულიერად და მოსესრიგდეს ის რაც მოუწესრიგებელია ის რაც დასარეგულირებელია ის კოორდინატთა სისტემა მინდა უსურო რომელიც ქრისტიანულ კოორდინატთა სისტემას გულისხმობს იმიტომ რომ ქრისტიანობა ადამიანს არა მარტო ინფორმაციას არა მარტო ცოდნას არა მარტო სიბრძნეს და ასე შემდეგ აძლევს არამედ ქრისტიანობა ადამიანს სულის არა მარტო ყველაფერს გარდა იმისა რომ მის სოფლდოლობას და სოფშეგზნებაზე და შინაგან და გარეგან სამყაროზე უამრავ ცოდნას აძლევს სიბრძნეს და შეგრძნებებს სხვადასხვა ინტუიციებს არამედ მას ცვლის რაც თავარია ცვლის ჩვენ შინაგან სამყაროს ცვლის უკეთესისკენ ეს ცვლილება შინაგანი აუცილებლად გარდაიქმნება გარეგან ცვლილებად ანუ შინაგანი ცვლილება გენერირებს გარეგან ცვლილებას ну ჩვენი კოორდინატთა სისტემა სამწუხაროდ არ არის სრულყოფილი ხოლმე ზოგს გონია რომ გახდება რა მორწმუნე მისი კოორდინატთა სისტემა სულიერი ასე ვთქვათ იგივე დარჩება რაც იყო არა ეს შეიძლება ზოგის ის კოორდინატები რომლებიცაც აიგივებს ამას სოფლის სიამოვნებებთან გონია რომ კოორდინატთა სისტემის მთავარი ცენტრი არის ფულის კეთება თანამდებობის ძიება გავლენების ძიება დემონსტრირება საკუთარი ქონებისა შეგიბრიის ცნობა და ასე ვთქვათ იმ ძიზეპტიკულების დევნა რაც ჩავიცვათ გადავიხუროთ გაშევიმოსოთ გავჭამოთ როგორ დრო გავატაროთ ამას სოფელსა შინა როგორ ვიხაროთ ჩვენვიერი სიხარული ეს კოორდინატთა სისტემა ეს ყალბი კოორდინატთა სისტემა ეს არ არის აბსოლუტურად შესაბამისობაში არ და ვერ მოდის ჭეშმარიტ ქრისტიანულ სულიერ მათემატიკური ტერმინს ხმარობ ფაქტობრივად ტრიგონომეტრიული ტერმინს მაგრამ სულიერ კოორდინატთა სისტემას რასაც გულისხმობს ქრისტიანული მართლმადიდებლური დოქტრინა ამიტომ ვეცადოთ უნდა რომ გზად ვიყოთ იმისათვის რომ როცა ჩვენ მორწმუნეები ვხდებით და პირდაპირ პროპორციულად ჩვენი წმენაში შესვლისა ეს კოორდინატთა სისტემა იცვლება რაც ჩვენ გვეგონა თურმე აბსოლუტურად სულ არ მეყოფილა ის რაც ჭეშმარიტება სრულიად არ გულისხმობს კომფორტულ მოსაზრებებს კომფორტულ ცხოვრებას კომფორტულ სიამოვნებებსა და შრიალსა და ფუფუნებას ამა სოფლის სიმდიდრესა და დიდებულებთან და ასე შემდეგ არა და ასე ვთქვათ ბურჟუაზიული ცხოვრების წესს სრულიად არ გულისხმობს ქრისტიანული ცხოვრება პირიქით გადავხედავთ ცხოვრებას წმინდანთა ჩვენ ნახავთ რომ პირიქით საპირისპიროს გულისხმობს ზუსტად ამიტომ როდესაც ადამიანი წინ მიდის არ უნდა გაუკვირდეს მას რომ შინაგანი ცვლილებები ბადებს გარეგან ცვლილებებს რომ გარეგანი ცვლილებები ისე ხდება რომ გენერირებს მის გარემოს და იქნება სულ სხვა გარემო და ატმოსფერო მის გარშემო ამიტომ ვიგულისხმოთ აქ რა აქ ვიგულისხმოთ ის რომ ადამიანი იცვლება თეოზის განიღმება იცვლება იმისაც რომ მან მიიღოს უფლის მალე თვითონ უფალი მიიღოს უფალი ჩვენში არის ზეცა შემოდის სულში ადამიანის გულში გული არის მთავარი ადგილი ადამიანის ამიტომ ის რომ ამ პერიოდში ჩვენ გავდივართ გამწვენძელ ტკივილებს მით უმეტეს დღეს პოსტსაბჭოთა სივრცის ადამიანები ჩვენ აბსოლუტურად გზის გასაყარზე ვიმყოფებით ჩვენ ვიმყოფებით ტრამპლინზე ჩვენ ვიმყოფებით სარბუნბილი გზე ჩვენ ვიმყოფებით აი ამ აეროდრომზე საიდანაც მე ხდება აწევა საიდანაც ხდება მთავარი მარადიული დანიშნულების ადგილას მისვლა ამიტომ ეს მცირე ინტერვალი რომელსაც ვიმყოფებით არანაირ ყალბ ფასეულობებს არ და ვერ გულისხმობს როდესაც ადამიანი მიდის იგი შეიძლება დაეყრდნოს მხოლოდ იმას რაც მყარია და რაც მას ეწინააღმდეგება ეწინააღმდეგება იმ გაგებით რომ ადამიანი რაც მყარს ეყრდნობა მაშინ ფეხი არ ჩაუვარდება მაგრამ როდესაც იგი ამორფულ ასე ვთქვათ კიფე ფაქტორას ეყრდნობა მას რისკ ფაქტორი იქნება იმისა რომ ჩაუვარდეს ფეხი და დაეცეს ვიაროთ ისე როგორც ერთ-ერთი ბრძენი ამბობს ვითარცა
თხელყინულზე, რომელიც არ იცი, როდის ჩაგიტყდება. ეს სოფელი ზუსტად ამ თხელყინულს გავს, რომელიც არ იცი სად ჩაგიტყდება. მიდიხარ ჯვარი წერია, მეთქვა არ ჩაგვიტეხოს და უსაფრთხოდ და ყარად გვატაროს. და ამის სიმხარის კოეფიციენტს და ამის სიმხარის ფაქტორა ზუსტად აძლევს სარწმუნოება, მართლმადიდებლური სარწმუნოება ეკლესიისა. ზუსტად ამ სიმხარით გაზავებული ყინულის ფაქტორა მყარდება და შვიდად სიარულის საშუალებას კომფორტულად, ასე ვთქვათ, სულიერი გაგებით სიარულის საშუალებას გვაძლევს. იმ შემთხვევაში თუ კი ჩვენ ამ სიმყარეს დავკარგავთ, რისკ ფაქტორი და მისაწვდომობა რისკისა თუ მოულოდნელად როდის ბზარი გაჩნდება ჩვენს ცდარ კოორდინატა სისტემაში. აი ამის გარანტიას ვერავინ ვერ მიცემს ადამიანს. ვიცოდეთ, ვიფიქროთ, ვილოცოთ, მოუხმოთ უფალს, რომ გვაკურთხოს უფალმა. ვილოცოთ, რომ უფრო მეტი სულიერ სიმძიმის ცენტრი მოგვცეს. სადაც არ ვიქნებით, შეიძლება შევტორტმანდეთ, შეიძლება წავიბორძიკოთ, მაგრამ წაბორძიკება და შეთორტმანება დაცემასა და ასე ვთქვათ, კატასტროფულ რაღაცა დესტრუქციას და ენტროპიას არ მოასწავებს. ყოველთვის შეიძლება მცირე შეცდომიდან დაწყებული დიდი შეცდომაც გამოასწოროს. მანამ სანამ ადამიანი დიდ შეცდომას დაუშვებს, მანამდე მცირე შეცდომა უნდა გამოასწოროს. იმიტომ რომ ვიცოდეთ ესეც, რომ მან ცოდვა კი არ ჩაიდინა, უარესი შეცდომა დაუშვა, ესეც ერთ-ერთი ბრძენი აქვს. და შეცდომა ზუსტად უფრო უარესია ზოგჯერ, იმიტომ რომ მას ხანდახან უფრო მეტი დესტრუქცია და მეტი ცოდვა მოსდევს. თავში ჩადენილი მცირე აცდომილება, დღეს მილიმეტრში ცდომილება, ხვალ კილომეტრში ცდომილება. დღეს მცირე აცდენა მიზანს შეიძლება შემდეგში უფრო დიდ აბერაციამდე მიგვიყვანოს. ამიტომ გვეუბნება უფალი, რომ მეგობრებს გიწოდებთ, რომ ყველაფერი იცით, ყველაფერი გითხარით, არაფერი არ დაგიმალეთ. ეს ჩვენ უმალავთ, ცნობილი ადამიანები და ზოგჯერ სიახლეთ და ახალ ამბებად ვასაღებთ ხოლმე რაღაცებს, რასაც ზოგჯერ ერთმანეთს უმალავთ და შემდეგ კვლავ როგორც გადამღერებულ სიმღერას სხვადასხვა ფორმატით უჟღავნებთ. უფალი ერთხელ მოვიდა და მეორე მოსვლამდე სრული ფორმატი გამოცხადებისა, საქმე გამოცხადების ახალი აქტისა მოხდა და არაფერი არ გაგვიმალა. ყველაფერი ვიცით, ყოველივე მოხდა ჩვენ. გვიწოდა ჩვენ მეგობრები და ამისათვის დიდი პატივი მოხდა ჩვენ. ამიტომ უფლის სახში ვართ, უფლის ეზოში ვართ, ჩვენი ადგილი ვქონდეს, ხო? ყოველწლიურად ღვთისმშობლის ეზოში, ამ მონასტრის ეზოში ვართ და შეგვეციოს დაგვიწოს უფალმა იესო ქრისტემ ყველანი ყოველწლიურად ღვთისმშობელმა და კვლავ გვაკურთხოს, რომ შვიდად ყარათვიანოთ, გეგრძელი ვიყოთ, აზრით, სიტყვით და საქმით სიკეთებთ ესოთ და უცებად სიკეთეს მოვემკით. მადლობის ეშინაში იესო ქრისტეს, იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამენ.